მშვიდობისა დღეს სამშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. ახალი ომბუდსმენი სექტემბრიდან ვინ შეცვლის სოზარ სუბარს ვენახევარში. მას შემდეგ რაც სუბარს უფლებამოსილება შეუწყდება ახალი სახალხო დამცველი საქართველოში ამ აპარატის შექმნიდან უკვე მეოთხე ომბუდსმენი იქნება. მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი ადამიანის უფლებების რეალური დამცველი, პრინციპული და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი. კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილებას პოლიტიკოსები ახალი სახალხო დამცველისგან ითხოვენ. კენჭისყრა პარლამენტში ორ დღეში იგეგმება წარმოდგენილი კანდიდატიც ჯერჯერობით ორია. უმცირესობის და უმრავლესობის სახელით. ვის და რა ნიშნით აირჩევენ დეპუტატები დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. ვინ შეცვლის სოზარ სუბარს სახალხო დამცველის პოსტზე? საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა კანდიდატებს ასახელებს. როგორ აფასებენ ომბუდსმენის აპარატის მუშაობას საკანონმდებლო ორგანოში და რა პრიორიტეტები ექნებათ დასახელებულ კანდიდატებს? ომბუდსმენი უნდა იყოს კატეგორიულად აპოლიტიკური და მე მინდა რომ ეს საერთაშორისო გამოცდილება რაც შეძენილი მაქვს გამოვიყენო რაც შეიძლება მაქსიმალურად საქართველოში და რა თქმა უნდა შევეცადო იმას რომ ქვეყანაში ასე ვთქვათ საერთაშორისო სტანდარტები იყოს დაცული. მას აქვს ევროპული გამოცდილება, თანამედროვე განათლება და მას აქვს ადგილობრივი გამოცდილებაც, ადგილობრივი ცოდნა ამ სექტორის, ასე რომ ის შეირჩა წმინდა პროფესიონალური ნიშნი. უკანონო დაუსაბუთებელი განაჩენით მსჯავრდებულთა საკითხებზე, მათი განაჩენების გადახების შემდგომ სამართლებრივი მექანიზმების გათვლისა და საქართველოს კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, მე მაქვს ის მოსაზრებები, რომელთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ სწორედ სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში იქნება მათი განხორციელება შესაძლებელი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ სფეროში მუშაობის, უფლებადამცველი გახდათ, მოგეხსენებათ და ზუსტად შეხება ქონდა მათ შორის პენიტენციალურ სისტემასთანაც, რაც ძირითადი ნაწილია მაინც უფლებათა დაცვის კუთხით. ადამიანის უფლებების საქართველოში ვინ როგორ ხედავს სახალხო დამცველის როლს და მიზნებს? რამდენიმე წუთში ოპოზიციისა და უმრავლესობის შეფასებები პირველი თემის სტუდიაში. შესაძლოა პირველი თემა პირდაპირ ეთერშია ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი გიორგი ტუღუში. საღამომშვიდობის მეტყვი გიორგი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. სამ დავწყებდეთ საუბარს, მე აქვე უნდა აღნიშნო, რომ დღეს როგორც თქვენ, ასევე დიმიტრი ლორთქიფანიძესაც კიდევ ერთ კანდიდატს უმცირესობის სახელით შევთავაზეთ გადაცემაში მონაწილეობა, თუმცა მაყურებლისთვის რომ იყოს გასაგები, აქვე ვწყრო მან სამწუხაროდ პირადი მიზეზის გამო ვერ შეძლო დღეს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, ამიტომ პირველი თემა ეთერს დღეს უთმობს მხოლოდ ერთ კანდიდატს. გიორგი, თქვენ ბრძანდებით უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატის კარგად იცის უკვე მაყურებელმა დავწყოთ საუბარი იმით, რა მოსაზრებით დათანხმდით თქვენ უმრავლესობის შეთავაზებას? პირველ რიგში ჩემთვის პატივი იყო მსგავსი შემოთავაზების მიღება იმ მიზეზის გამო, რომ მე ამ სფეროში მუშაობ ბოლო წლებია უკვე, მით უმეტეს ომბუდსმენის სახალხო დამცველის ოფისთან ბოლო დრო მაკავშირებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წარმოვადგენ ევროკავშირის დაფინანსებული ერთ-ერთი მსხვილი პროექტის ხელმძღვანელის მოადგილეს. მუშაობ უკვე მალე 1 წელი შესრულდება, რაც მე უშუალოდ ოფისში ვარ. მიმაგრებული ამ პროექტზე და ჩვენი ოფისი ზუსტად მანდ არის მეორე სართულზე განთავსებული და სწორედ აი ამ პროექტის დანიშნულება არის ომბუდსმენის ოფისის ხელშეწყობა, მისი გაძლიერება, სამი დიდი კომპონენტი აქვს მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი არის რა თქმა უნდა, რომელიც უკავშირდება ამ ოფისის ანალიტიკური შესაძლებლობების გაზრდას, გულისხმობს ანალიტიკური განყოფილების შექმნას, სხვადასხვა კვლევების მიმართულებით მუშაობას. მეორე ეს არის რა თქმა უნდა, ომბუდსმენის ოფისის მონიტორინგის შესაძლებლობების გაძლიერება. და მინდა გითხრათ, რომ მე აქტიურად ვიყავი ჩართული უკვე რამდენიმე წელია პროცესში, რომელიც უკავშირდება გაეროს წამების აკრძალვის კონვენციის ფაკულტატური ოქმიდან გამომდინარე წამების ეროვნული პრევენციის მექანიზმის შექმნას. სწორედ ეხლახან მიიღო პარლამენტმა სამივე მოსმენით ცვლილებები ომბუდსმენის შესახებ, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, რომლითაც სახალხო დამცველმა მიიღო, ასე ვთქვა, მე ვერ დავაქმნა მას დამატებით უფლებამოსილებას, მაგრამ დაემატა ეს ფუნქცია სწორედ, ანუ პასუხისმგებელი გახდა ომბუდსმენის ოფისი კონვენციის ფაკულტატური ოქმიდან გამომდინარე თავის თავზე აიღოს ეს ფუნქცია, რომელიც უკავშირდება თავისუფლების აღკვეთის ადგილების მონიტორინგს. როგორი უნდა იყოს სახალხო დამცველი, რომ მის მიმართ არ არსებობდეს პრეტენზიები? პრეტენზიები პირველ რიგში პოლიტიკური ძალების მხრიდან.
ეს არის ძალიან რთულია, ხა თქვა, არავის პრეტენზია არ ქონდეს, ალბათ ძალიან რთული წარმოსადგენია. ომბუდსმენის საქმიანობა ადვილი არ არის, რა თქმა უნდა. ომბუდსმენის ძირითადი ფუნქცია, როგორც მოგეხსენებათ, არის, ასე ვთქვათ, იგი არის კონსტიტუციის მსახური პირველ რიგში, კანონის მსახური. და მან, რა თქმა უნდა, როდესაც საერთოდ ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნა, თავი და თავი იყო, ასე ვთქვათ, თავარი იდეა ამ ინსტიტუტის იყო ის, რომ ომბუდსმენმა, ასე ვთქვათ, ყურადღება მიაქციოს თუ როგორ იცავენ საჯარო მოხელეები კანონს, როგორ ხდება მათ მიერ იმ კანონების დაცვა, რომლებიც მიღებულია, ასე ვთქვათ, სახელმწიფოში, ჩვენ შემთხვევაში პარლამენტის მიერ და შესაბამისად ნელ-ნელა ფართოვდებოდა ომბუდსმენის ფუნქციები. მე მინდა გითხრათ, რომ კანონიდან გამომდინარე საკმაოდ ფართია ომბუდსმენის არეალი, რომელსაც იგი ფარავს და გულისხმობს, რა თქმა უნდა, მონიტორინგს ადამიანის უფლებათა სიტუაციაზე, დარღვევების აღმოფხვრას, რეკომენდაციების გაწევას. რა თქმა უნდა, ახსენეთ, რომ არავის არ ქონდეს ომბუდსმენის საქმიანობასთან დაკავშირებით შენიშვნები და ასე ვთქვათ, პრეტენზიები რთული იქნება. ომბუდსმენი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ არასდროს ასე ვთქვათ, პოლიტიკურ თამაშებში არ მიიღოს მონაწილეობა და უშუალოდ იხელმძღვანელოს კანონით და კონსტიტუციით. სწორედ აქედან გამომდინარე, უმრავლესობის წარმომადგენლებს დღესაც გააკეთეს განცხადებები, მათ ჰქონდათ პრეტენზიები ამჟამად მოქმედი ომბუდსმენის საქმიანობასთან. უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ სოციალ-უბერის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები იყო მის პოლიტიკურ ამბიციებზე ორიენტირებული. თქვენს კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ თქვენ დამტკიცების შემთხვევაში არ გექნებათ პოლიტიკურად ანგაჟირებული ანგარიშები. როდესაც თქვენ წარგადგენთ პოლიტიკური პარტია ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა, რას ფიქრობთ, ხომ არ იქნება ერთგვარი მოლოდინიც ხელისუფლების მხრიდან თქვენს მისამართით? სარი, მე ვერ გეტყვით, მე არავისგან არ მსმენია ხომ მსგავსი რამე, რომ მათგან მოლოდინი არსებობს, რომ თქვათ მე ზუსტად თქვენ გულისხმობთ, რომ მე მქონდეს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ანგარიშები და ანგაჟირებული თუ არა, უმრავლესობის ლიდერების მხრიდან იყო ასეთი განცხადება, რომ თქვენი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშები და აქედან გამომდინარე მოლოდინი ხომ არ იქნება უმრავლესობის მხრიდან თქვენი პერსონის მიმართ. სარ მე არ მსმენია მსგავსი მოლოდინის შესახებ და თუ არის ესეთი მოლოდინი, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია მარტივი მიზეზის გამო, რომ ომბუდსმენი მას უნდა მიეცეს საშუალება იმუშაოს დამოუკიდებლად, აბსოლუტურად მიუკერძოებლად და რა თქმა უნდა მისი ანგარიშები და თითოეული, ასე ვთქვათ, საქმე, რომელსაც ომბუდსმენი შეისწავლის, უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ ანალიზს. შესაძლებლობა დღევანდელ რეალობაში. და როდესაც არის სერიოზული მონდომება და რა თქმა უნდა არის გარკვეული პრინციპები, რომელსაც ყველანაირად ეცდები რომ არ უღალატო, ამ შესაძლებლობა უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, რთულია, მე არ ვიძახი რომ ეს ადვილია ომბუდსმენს ყველა ქვეყანაში საკმაოდ რთულ კონტექსტში ხდება მუშაობა. საქართველოს არ არის ამ შემთხვევაში მაინც და მაინც. მაგრამ საქართველოს ძალიან ხშირია ბრალდებები პოლიტიკური ანგაჟირებულობის მოტივით. აი ეს ოქროს შუალედის დაცვა, თქვენ როგორ წარმოგიდგენთ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გახდებით სახალხო დამცველი. თქვენ დღეს თავადაც ამბობდით, რომ უნდა იყოს სახალხო დამცველი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი პრინციპული. ომბუდსმენი პირველ რიგში უნდა იყოს უფლებათა დამცველი იმ ხალხის, იმ მოქალაქეების, რომელთა უფლებებიც ვთქვათ დაირღვა. იგი ყველანაირად უნდა ეცადოს, ხა ოქროს შუალედი ეს ცოტა ესეთი ტერმინია ზოგადად. როდესაც ხარ მიუკერძოებელი, ეს შუალედი ავტომატურად მოდის. თავისთავად ცხადია, მთავარია რომ ომბუდსმენს ყოველთვის ჰქონდეს სამართლებრივი არგუმენტი, როდესაც იგი იცავს თავის პოზიციას. ეს ყოველთვის, როდესაც იგი საუბრობს დარღვევის ფაქტებზე, ეს უნდა იყოს გამყარებული სამართლებრივი არგუმენტებით, გადამოწმებული ფაქტებით და არასდროს არ უნდა ეფუძნებოდეს, ვთქვათ, იგივე მის მიერ მოპოვებული, ასე ვთქვათ, მტკიცებულებები ყოველთვის უნდა იყოს სრული, ამომწურავი და ეჭვი აღარ უნდა რჩებოდეს. ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ როდესაც აპარატი გამართულად მუშაობს და თვითონ ომბუდსმენი მოწადინებულია, რომ სრულიად სიმართლეს ემსახუროს, ამის შემდეგ მოდის უკვე მის მიმართ დობა და მე მქონია შეხება არაერთი ქვეყნის ომბუდსმენთან, ვთქვათ, ვიცნობ მათ საქმიანობას და მე ისიც მინდა ვთქვა, რომ აღნიშნულ ომბუდსმენის აპარატს ჰქონდა გარკვეული ძლიერი მხარეები და ეს გაგრძელდება დღესაც. ბატონ გიორგი, საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან დღეს იყო შენიშვნა იმასთან ვადებთან დაკავშირებით, რომ ძალიან მოკლე ვადებში ხდება ომბუდსმენის კანდიდატურების განხილვა და დამტკიცება და იყო ერთგვარი ინიციატივა, თუ შეიძლება ამის ინიციატივა დავარქვათ, რომ ფართო საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს დამტკიცებამდე კანდიდატების პროგრამა, კანდიდატების პრიორიტეტები. თქვენ ამ შემთხვევაში გაქვთ საშუალება, რომ თქვენი პრიორიტეტები და თქვენი მიმართულებები, როგორც კანდიდატის მოისმინოს მაყურებელმა, თქვენი ამჟამინდელი საქმიანობიდან გამომდინარეც, რა პრიორიტეტებს ახავთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით ახალი სახალხო დამცველი? პრიორიტეტები ცალსახად არის პირველ რიგში ომბუდსმენის აპარატის გამართული მუშაობა, რა თქმა უნდა, ეს არის
წარმატების პირველი საწინდარი, როდესაც აპარატი გამართულად მუშაობს. დღეს ბევრჯერ გაისმა, რომ მე ასევე მაკავშირებს თქვა პროფესიული დამოკიდებულება მოღვაწეობ ევროპის წამების საგრძელვის კომიტეტში. ეს არის ევროპის საბჭოს ორგანო, საკმაოდ ავტორიტეტული. Რაც თქმა უნდა, ერთ-ერთი ჩემი ასე ვთქვათ, ძირითადი მიმართულება ბოლო წლების განმავლობაში იყო თავისუფლების აღკვეთის ადგილების მონიტორინგი. იგივე მე ვახსენე ძალიან ხშირად ჟურნალისტებსაც შეკითხვას სვავენ, იმეორებენ სულ ციხე საჯარო ახსნილების დაწესებულება. აქ შედის კიდევ მრავალი სხვა ადგილი, როგორც შეიძლება იყოს, თქვათ, იგივე ფსიქიატრიული, ავადმყოფო, პოლიციის განყოფილება, ეგრეთ წოდებული დროებითი მოთავსების იზოლატორები, სხვა თავის სახსრულების დაწესებულებების იყო ის კიმიური წერტილი, ასე ვთქვათ, რომელიც წლების განმავლობაში იყო ძალიან სერიოზული. არა, მესმის ძალიან კარგად ეს ბევრ სახელმწიფოში კიმიური წერტილი და ზოგადად პრობლემატური თემაა საკმაოდ. ეს მე ამ სფეროს კარგად ვიცნობ, იქიდან გამომდინარე, რომ მაქვს არც თუ ისე მწირი გამოცდილება აი სწორედ ამ სფეროში სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკის შედარება შეიძლება ერთმანეთს. რა თქმა უნდა, პრიორიტეტული იყო და დარჩება უმცირესობების თემაზე მუშაობა. ბოლო დროს, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ დაგვემატა ის ტკივნეული პრობლემა, რომელიც უკავშირდება ჩვენს დევნილ მოსახლეობას ბოლო აგრესიის, ასე ვთქვათ, შედეგად, როდესაც სახკარს მოწყდა კიდევ უამრავი ადამიანი და ისინი ვერ ბრუნდებიან ოკუპაციის გამო. ესეც რა თქმა უნდა ერთ-ერთი თემაა, რომ ამ ადამიანთა უფლებები იყოს დაცული. და ასე მე დღეს ვახსენე ისიც, რომ საერთაშორისო ფორუმების გამოყენებაც შეიძლება ამისთვის საკმაოდ წარმატებულად, როდესაც საუბარია დევნილ მოსახლეობაზე. ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი კიდე რა თქმა უნდა შეიძლება იყოს რელიგიურ უმცირესობათა საკითხებზე მუშაობა, არა მარტო ეთნიკურ უმცირესობებზე. ბავშვთა უფლებები, იგივე ამ ჩამოთვლილი პრიორიტეტებიდან რომელ სფეროში ხედავს დღეს სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი ყველაზე რთულ მდგომარეობას? გააჩნია რა კუთხით შეხედავთ. ასე ადვილი არ არის ეს განაზოგადო და ვთქვათ შეაფასო რაღაცა ქულების მიხედვით, რომელი უფრო სერიოზული არის პრობლემები, რომელიც შეიძლება მალე მოგვარდეს შედარებით, როდესაც ნებაა, არის პრობლემები, რომელსაც ჭირდება დრო, სერიოზული დაფინანსება და ნება პოლიტიკური ნებას გულისხმობს. პოლიტიკური ნება რა თქმა უნდა ყოველთვის აუცილებელია გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ ხანდახან მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ადამიანის უფლებები ისეთი სფეროა ზოგადად, რომ ხანდახან პროგრესი არც თუ ისე მალე მიიღწევა. ხშირად ახსენებენ საჯარო ახსნილების დაწესებულებები, პრობლემებია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ ვარგა, ასე ვთქვათ, ეს ძველი მემკვიდრეობა, ამას ყველაფერს უნდა დრო, მუშაობა, სწორი რეკომენდაციები იგივე. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ნორმალურ სახელმწიფოში, როდესაც მუშაობს და ასე ვთქვათ, ჩვენ ქვეყანაში სახალხო დამცველი მანდამაინც არ უნდა მოიაზრებოდეს როგორც მარტო კრიტიკის გამტარებელი, იგი ასევე უნდა აღნიშნავდეს პოზიტიურ ძვრებსაც, როდესაც ეს არის, არ შეიძლება იგი ორიენტირებული იყოს მხოლოდ რაღაცა ცუდის მოძებნაზე კარგი ავიწყდებოდეს. მაგრამ რა თქმა უნდა იგი ასევე უნდა აკეთებდეს ჯეროვან რეკომენდაციებს და მე რა თქმა უნდა მისი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უნდა იყოს თვალყურის მიდევნება თუ სრულდება მისი რეკომენდაციები. კი ბატონო და დასასრულს ბატონ გიორგი თქვენს გარდა პარლამენტში ასევე წარდგენილია კიდევ ერთი კანდიდატი ოპოზიციური ფრაქციის და მთლიანად უმცირესობის სახელით. ერთგვარ გარანტიებს ხომ არ ქმნის უმრავლესობის სახელით წარდგენილი კანდიდატისთვის ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობა ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ის არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ხა მე ვარ კანდიდატი, რომელიც წარმოადგინა უმრავლესობამ, ამ შემთხვევაში მე ამაზე რა სახის კომენტარი უნდა გავაკეთო. ხა მე მინდა გითხრათ, რომ ვარ მოტივირებული და იმედი მაქვს, რომ ვიქნები არჩეული ამ პოსტზე, იმიტომ რომ ჩემი мотиваცია არის საკმაოდ მაღალი, რომ დავეკავო ეს თანამდებობა და რაც შეეხება გარანტიებს, ხა მე ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მართლა დღეს ძალიან დაღლილი ვიყავი, ცოტა მძიმე დღე იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც როგორც ჩანს. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ ვიხდი ძალიან დიდი მადლობა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი გიორგი ტუღუში გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი და გულდეთ პირველი თემა ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება. პირველ თემა პირდაპირ ეთერში ამჯერად ჩვენი გადაცემის სტუმარი გახოთ ქართული დასის ლიდერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია საღამოშვიდობის ბატონი ჯონდი დიდ მადლობას მოგეხსენებთ გადაცემის სტუმრობისთვის. ბატონი ჯონდი ერთ კანდიდატს ჩვენ პირდაპირ ეთერშიც მოусმინეთ გიორგი ტუღუში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი და დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე რომელიც წარადგინა ფრაქცია ძლიერმა საქართველოს და მას მხარს უჭერს საპარლამენტო უმცირესობა. ვის უჭერს მხარს ჯონდი ბაღათურია? პირველ რიგში მინდა თქვა რომ ესეთი დაჩქარებული წესით
სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენა დღეს დაასახელეს და პარასკევს ამის განხილვა იქნება. მეტყველებს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საზოგადოებას როგორ პატივსცემენ და როგორი ურთიერთობა აქვს ოპოზიციასთან. მინდა გითხრათ, რომ არანაირი კონსულტაციები ხელისუფლებას უბრალოდ როგორც თქვენ შეიტყვეთ, ესე ჩვენც ესე შევიტყვეთ პრესიდან. არანაირი საუბარი, დიალოგი, თუნდაც უშედეგო დიალოგი ჩვენთან ხელისუფლებას არ უწარმოებია. უბრალოდ დღეს შეიკრიბნა დაასახელეს თავისი კანდიდატურა სახალხო დამცველის. არანაირი კონსულტაციები არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან არ ჩათვალეს ამის ღირსა და ეს ამის კონსულტაციები რა მიზნით, ბატონ ჯონდი, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაში შეთან თუ დაუშვათ ოპოზიციას არ თვლიან ღირსად რომ უნდა ელაპარაკონ. დაუშვათ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ თვლიან. ესე ჩქარიტაში სახალხო დამცველის კანდიდატურის განხილვა დღეს დასახელდა მოულოდნელად ყოველგვარი იცი რა რაღაცა საჯარო განხილვის და რაღაცის გარეშე და პარასკევს დაამტკიცებენ ჩქარიტაში. ამ შემთხვევაში კონსულტაციების მიზანი რა იქნებოდა? ერთ კანდიდატზე შეჯერება, ბატონ ჯონდი? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, სასახად მინდა გითხრათ, რომ ბატონ გიორგი ტუღუში ახლა უსმენე პირადად ვიცნობ, უბრალოდ თავიდანვე ვერ გავიხსენე, ძალიან კვალიფიციური ადამიანია და წესიერი ადამიანია, მაგრამ ჩვენ ადამიანის უფლებებს ვისგან ვიცავთ? ხელისუფლებისგან არა? მე ხელისუფლებას უნდა ასახელებდეს, ესე იგი, სახალხო დამცველის კანდიდატურას ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე ოპოზიციასთან. სახელმწიფო ფრაქციას ისე როგორც ფრაქციას კანონით აქვს სრულიად წარადგინოს კანდიდატი ჩემ კოლეგების კრიტიკით, მაგრამ მე ძალიან გაუცებული დავჭი, როცა ვერ მოხერხდა შეთანხმება უმცირესობასთან იმ საკითხზე, რომ ჩვენ დაგვესახელებია არა პოლიტიკოსები და პოლიტიკურად მიკერძოებული თუნდაც ჩვენი, ესე იგი, კოლეგები, ასევე კვალიფიციური ადამიანები, არამედ დაგვესახელებია აპოლიტიკური, კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც არიან სწორედ ორიენტირებული და მათი ყოველდღიური პრაქტიკა და ყოველდღიური საქმიანობა არის სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვა. და კანდიდატურა, რომელსაც ქართული დასი ასახელებს, ჩვენ უბრალოდ წარვადგენთ, იმიტომ რომ ამას რეგლამენტი ასე ითვალისწინებს, რომ ეს ქართული დასის კანდიდატურა კი არ არის. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატურა, ეს არის ქალბატონი მანანა კობახიძე, რომელიც წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას კონსტიტუციის რომელსაც სახელად ჰქვია კონსტიტუციის 52 მუხლი. ეს 52 მუხლი ვინც არის ის? პირდაპირ არის ადამიანთა უფლებათა დაცვის მუხლი. ანუ მისი ყოველდღიური ცხოვრება მანანა კობახიძის წარდგენას უკვე ოფიციალურად ადასტურებთ დღეს ამაზე ოფიციალური კომენტარი არ გაგიკეთებთ. რა უნდა ახლა ეთერში მოვედი და ჩვენ ხვალგინდა წარდგენა უბრალოდ დღეს ახლა ეთერი არის და მინდა გითხრათ რომ ჩვენ ხვალ ოფიციალურად დავასახელეთ მანანა კობახიძის კანდიდატურას. და წარმოადგენთ ძალიან სამწუხაროა რომ ვერ მოხერხდა ხელისუფლებისგან არ არის მოულოდნელი რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება. უბრალოდ სამწუხაროა რომ ხელისუფლებამ ღირსად არ ჩათვალა არც ოპოზიცია, არც არასამთავრობო ორგანიზაციები. რა არის მიზეზი იმისა რომ თქვენ ასახელებთ ცალკე კანდიდატურას? რა არის მიზეზი იმისა რომ თქვენ ასახელებთ ცალკე კანდიდატურას? ვერ შეთანხმდით ოპოზიცია ლორდ-კიფანიძის კანდიდატურაზეც ამ შემთხვევაში? არა, ლორდ-კიფანიძის კანდიდატურას დაასახელა უმცირესობა. რა თქმა უნდა, ვერ შევთანხმდით, იმიტომ რომ მე იმარჩია რომ ეს ჩვენი კოლეგაა. ბატონ ლორდ-კიფანიძე ნამდვილად ძალიან კვალიფიცირებული იურისტია, მაგრამ პოლიტიკოსია, ჩვენი კოლეგაა. სახალხო დამცველი უნდა იყოს აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი. მანანა კობახიძის ურთიერთობა, რაც მე მანანა კობახიძესთან მქონია და კონსტიტუციის 52 მუხლთან, ეს არის ძირითადად იმ კანონპროექტების ექსპერტიზა, რომელსაც ქართული დასი ან რაიმე ესე იგი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მეშვეობით, ქართული დასის მეშვეობით წარადგენდა პარლამენტში. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები. ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები. ეს არის პატიმრობის კანონში ცვლილებები და ახლა ეს არის ასევე მუშაობა. და ეს ყველა ეს საკანონმდებლო ინიციატივის აბსოლუტური უმრავლესობა ექსპერტიზა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის მაგრამ ბატონ ჯონდი, მოდით კანდიდატები რომ შევაფასოთ, თქვენ ასახელებთ თქვენს კანდიდატს, უმრავლესობამ დაასახელა კანდიდატი, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით, მისი პროფესიის. შეიძლება ხელისუფლება ასახელებდეს ჩვენს ქვეყანაში სახალხო დამცველის კანდიდატურას. უმრავლესობა არის ფრაქცია და კანონი აძლევს ფრაქციას. ბატონ ჯონდი. თავიდან, ეხლა ბოლო დროს ნამდვილად გამოსწორდა მისი საქმიანობა, მაგრამ თავიდან ასეთი სასახადამოკიდებულება საზოგადოებაში და ბატონ ჯონდი. არ იყოს უბარის მიმართ, იმიტომ რომ რაღაც ანგარიშვალდებულება არის იმასთან დაკავშირებით, ვინ გნიშნავს. გასაგებია, ფრაქცია უმრავლესობას აქვს თუ არა უფლება კანონმდებლობით წარადგინოს კანდიდატი? კანონმდებლობით უფლება აქვს, მაგრამ კონსულტაცია უნდა გაიაროს და წარდგენის უფლება ერთია, მაგრამ ესე ჩქარიტაშით გაიარო და დაასახელო არავის არ
საერთოდ საქმის ყურშიც არ ჩააყენო ოპოზიცია. თითქოს არ არსებობს. ზოგადად არც არასამთავრობო ორგანიზაციები. სურს დავსვა კითხვა. კანდიდატი, რომელიც წარდგენილია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, კანდიდატი, რომელიც წარდგენილია საპარლამენტო უმცირესობის მიერ, გასაგებია რომელიც წარდგენილი არის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. უბრალოდ კანონის სამწუხაროდ ამას არ ითვალისწინებდა და საჭირო არის რომ რომელიმე პარლამენტში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ წარადგინოს და არსებობს ესეთი პროცედურა. დიახ, პროცედურას გიხსნით, არსებობს პრეზიდენტს აქვს კანდიდატის დასახელების უფლება, ფრაქციას აქვს კანდიდატის დასახელების უფლება. და რამდენიმე კაციან ჯგუფს ფრაქციის გარშემო. ვინ არიან ეს ადამიანები? რა თქმა უნდა, ამას რა მნიშვნელობა ხვალ დასახელება. ეს არის 6 კაციანი ჯგუფი, რომელსაც უნდა წარადგინოს. სხვადასხვა დღეს მე გავიგე, რომ იკლებდნენ, რომ და ცუდად ითვლიდნენ, რომ 6 კაცი ვერ მოგროვდება უმცირესობის და უმრავლესობის მიღმა და ცუდად დაითვალეს უმრავლესობის და უმცირესობის მიღმა არის 9 დეპუტატი, ასე რომ რა თქმა უნდა ხელმოწერების პრობლემა არ იქნება, მაგრამ გასვლის თვალსაზრისით კენჭის ხრაზე, რა თქმა უნდა, გავა კანდიდატურა, რომელსაც უმრავლესობა ასახელებს. ბატონო, კენჭის ხრაზე სადამივიღოთ ის კანდიდატურები, რომელიც არიან წარმოდგენილნი, რა კრიტერიუმებით იქნება უკეთესი სახალხო დამცველის, უხეში ფორმით რო დავსვათ კითხვა, ის კანდიდატი, რომელსაც წარადგენთ თქვენ და რატომ არ იქნება კარგი სახალხო დამცველი, ის კანდიდატები, რომლებიც წარადგინეს უმრავლესობამ და უმცირესობამ. კარგი და კვალიფიცირებული საინტერესო შეკითხვა არის. მოდი ჩვენ არ დავიცნოთ არავინ. ჩვენ კანდიდატებზე მე ვამბობ, რომ ესე იგი ეს კანდიდატები ორთავე არის ძალიან ხილსეული კანდიდატურა, მაგრამ ჩვენი კანდიდატ მანანა ყობახიძის უპირატესობა არის ის, რომ ის აბსოლუტურად აპოლიტიკურია და კონკრეტული მუშაობის გამოცდილება აქვს. ისიც თუ არა თქვენ რომ მანანა ყობახიძის მონაწილეობით 46 კონკრეტული საქმე არის წასული და სტრასბურგში და მოგებული საქმეებია. რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს მოვლენების შემდგომ მისი მონაწილეობით შედგენილი არის 400-ზე მეტი საქმე და გადაგზავნილი არის ევროსასამართლოში. მანანა ყობახიძე არის დამცველი ირაკლი ბათიაშვილის საქმის ევროსასამართლოში. არის დამცველი ეგრეთ წოდებული მაია თოფურიანი, ორაკვიციანი, სადაც ეგრეთ წოდებული კი არა, პოლიტპატიმრების საქმეების. არის მისი საქმე არის ტელეკომპანია თრიალეთის საქმე, რომელიც ევროსასამართლოში აღწევს. ხდებით როგორი ესე იგი მისი სახალხო მანანა ყობახიძე რეალურად არის სახალხო დამცველი. მისი ყოველდღიური ცხოვრება ყოფითი და დამასრულებელი შეიძლება. მისი პრაქტიკა რეალურად არის სახალხო დამცველის ფუნქცია. ის ამას აკეთებს 2001 წლიდან. უზარმაზარი გამოწარმოები მარტო რუსეთის წინააღმდეგ 400-ზე მეტი საქმის შედგენა საჩივრის ისე რომ მიიღონ წარმოებაში და განიხილონ. თქვენ წარმოგიდგენიათ როგორი უზარმაზარი უპირატესობა აქვს კვალიფიკაციის თვალსაზრისით და პრაქტიკის თვალსაზრისით. ეხლა ვიმეორებ ძალიან კარგი კანდიდატები არიან, მაგრამ არ შეიძლება პოლიტიკოსი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი. პოლიტიკური არ შეიძლება რომელიმე პარტიის პოლიტიკური ერთ-ერთი ლიდერი სახელდებოდეს და მით უმეტეს ჩვენ ვაძლევდეთ ასეთ სალაპარაკოს უმრავლესობას და ხელისუფლებას. აი თქვენ დაასახელეთ თქვენი კოლეგა, რომელთაც მეგობრობთ და მიკერძოებული პოლიტიკურად. რა ახლა ჩვენ ესე ვაზროვნებთ, რომ ხვალ რომ ჩემი კანდიდატურა ან თქვენ რა თქმა უნდა აპოლიტიკურ, მაგრამ რომელიმე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კანდიდატურას როცა ვასახელებთ, ჩვენ ხო ვიცით ეს არის პოლიტიკური პარტიის კანდიდატურა რა. გასაგებია, ბატონო ჯონდე, თქვენი მხრიდან თუ იყოს შეთავაზება უმცირესობის სხვა წევრების ან უმცირესობის წევრების ან უმრავლესობის მისამართით, რომ ჩატარებულიყო კონსულტაციები და მოხერხებულიყო შეჯერება ერთ კანდიდატზე. დიახ, უმრავლესობა საერთოდ ესე იგი არ ჩათვალა ხილსად ვიმეორებ, რომ ფარულად მაინც გაემხილა, საერთოდ სხვა კანდიდატურაზე ლაპარაკობენ, შეიკრიბნენ და უმცირესობასთან დღეს მთელი დღის განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა. ეხლა ვერ შევთანხმდით მე, ესე იგი არ მინდა თქვენ ჩათვალოთ ან საზოგადოებას რომ მე რაღაც კრიტიკით გამოდივარ საპარლამენტო უმცირესობის. სამწუხაროა რომ ვერ შევთანხმდით. ვიმეორებ ორთავემ დაასახელა ეხლა ბატონი გიორგი ტუღუშიც, დიმიტრი ორთავე ძალიან ღირსეული კანდიდატურები არის, ძალიან კვალიფიციური, მაგრამ ორთავეს აქვს ეს ხარ ერთი პოლიტიკოსია, მეორე დაასახელა ხელისუფლებამ და ხელისუფლებამ დაასახელა როგორ გითხრათ, ისეთი ადამიანი, რომელთანაც პოლიტიკური ურთიერთობის გამოცდილება აქვს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახალხო დამცველის. ისეთი იყო თქვენი მხრიდან ასე ვთქვათ ორივე კანდიდატი ისეთი იყო რომ თქვენი მხრიდან ასე ვთქვათ შეჯერება ამ კანდიდატებზე თავდაპირველად ჩვენ შეიძლება ვერ შევჯერებულიყავით, მაგრამ გარეგნულად იმდენი პატივისცემა მაინც უნდა გამოეჩინა ხელისუფლებას საზოგადოების მიმართ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. საერთოდ უნდა ცნოს რომ არსებობს ამ ქვეყნად ოპოზიცია, მართალია არ მოსწონს, მაგრამ არ გვაღიარებს, მაგრამ რომ არსებობს რომ ელაპარაკა მაინც
შეიძლება ვერ შევთანხმებულიყავთ, მაგრამ იმის ღირსად ჩაეთვალა, რომ საყოველთაოდ ცნობილი უკვე გამასხარავებული სიტყვა დიალოგი მაინც ეწარმოებია. ხო ხედავთ როგორც წარადგინეს, საერთოდ ჩათვალეს იმის ღირსად, ვინმე დაანებეთ ოპოზიციას ისიც მათი დამოკიდებაა ჩვენს მიმართ, მაგრამ არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან რაღაც აი ყალბი ისის სიყალბეს კი არ ჩაიდინეს. დაასახელეს როგორც მათ უნდა. რა თქმა უნდა გავა მათი კანდიდატურა, მაგრამ მინდა გითხრათ ჩვენ мотивация რატო ასახელებთ ჩვენ მანან კობახიძის კანდიდატურას? საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ არსებობს ალტერნატივები და როგორი ალტერნატივა არსებობს. და ასევე საზოგადოება უნდა იცოდეს, ვინ როგორ ალტერნატივას თავაზობს. ვინც თავაზობს სახალხო დამცველის პოზიციაზე პოლიტიკურ ალტერნატივას და ვინც თავაზობს აპოლიტიკურ ალტერნატივას, რომელსაც ასეთი უზარმაზარი გამოცდილება აქვს. მე მინდა გითხრათ, რომ ახლა საქართველოში ძნელად შეიძლება მოიძებნოს ადამიანი ასეთი კვალიფიკაციის, რომელსაც აი მეგეუბნებით 400-ზე მეტი საქმის მარტო მომზადება და აქ არის მე ხშირად მოგებული საქმეები ჩამოგიტვალოთ. ძალიან შორს წაგვიყვანს დეტალების დაკონკრეტება. ბატონო ჟონტე, რამდენიმე კანდიდატი მანან კობახიძეს და თვითონ ესე იგი მას უფრო კარგად დეტალურად ჩამოგიტვალოს საქმეებს, რომელსაც მას აქვს მოგებული. ის ფაქტორი, რომ რამდენიმე კანდიდატი არის წარმოდგენილი პარლამენტშივე ფრაქციების, ფრაქციო დეპუტატების მიერ. ეს ხომ არ ქმნის იმის საფუძველს, რომ მომავალში რომ იმ კანდიდატის მისამართით, რომელსაც აირჩევენ, იყოს ბრალდებები თუნდაც პოლიტიკური ანგაჟებების. არა, არ უნდა იყოს ბრალდებები პოლიტიკური ანგაჟების, მაგრამ ჩვენც არ უნდა მივცეს საზოგადოებას ამის ეჭვების საფუძველი და არ უნდა ვასახელებდეთ პარტიის თავმჯდომარე და პარტიის თავმჯდომარის მოადგილეებს და გნებავთ, როგორ პარტიასთან დაახლოებულ ძალიან კარგ ადამიანებს, ვიმეორებ ძალიან მე რომელი კანდიდატი ამ შემთხვევაში პარტიული ლიდერი ბატონო ჭონდე? პარტიული ლიდერი უმცირესობის მიერ დასახელებული ჩვენი კოლეგა არის, ჩვენი ერთ-ერთი თანამოაზრე, ჩვენი თანამებრძოლია. წლების განმავლობაში 2007 ნოემბრიდან დაწყებული ჩვენ ერთად ვიბრძოდით ხალხ ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ ეს ხო ყოველთვის ექნება რომს გავიდეს დაუშვათ ისინი მოვიდაფა. რომს გავიდეს ხო ხელისუფლებას, როდესაც ჩვენ მიერ დასახელებული პოლიტიკური კანდიდატურა ამ შემთხვევაში ბატონი დიმიტრი, რომელიც ვიმეორებ ძალიან კვალიფიციური ადამიანია. დაუშვათ გავიდა ჩვენ დიმიტრის კანდიდატურა რა. როგორც კი ხელისუფლების კრიტიკით გამო ყოველთვის ხელისუფლება იტყვის, რომ ეს ოპოზიციონერია და არა სახალხო დამცველი. როგორც აქვს ადგილი დღეს არსებულ კანდიდატთან. მაგრამ როგორი ესე იგი დასკვნას არ უნდა დადოს სახალხო დაცვა, ხელისუფლება ყოველთვის არის, თქვენ ეს არის ოპოზიციონერი. ჩვენ და საზოგადოებას ყოველთვის აქვს. პირიქით ხომ არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი არჩეული იქნა ხელისუფლების კანდიდატი. რა თქმა უნდა, ნათი მე ამ ხარვეზე ვლაპარაკობ. მე არ მინდა პიროვნულად არ ვიწუნებ კანდიდატებს, თუმცა უპირატესობა გამოცდილებით აშკარად აქვს, თქვენ ხედავთ ახლა ვერ დაასახელებს ერთ-ერთი კანდიდატი, აი ძალიან კარგი ბიოგრაფია მოყარო, 1 წელია ერთ-ერთ ოფისში მუშაობს რაღაც პროექტის, ასე იგი, ხელმძღვანელის მოადგილედ, ხო? და მე ვიცნობ პირადად შემიძლია რეკომენდაცია გაუწიო, რომ ეს წესიერი ადამიანია. მაგრამ მარტო წესიერება და კვალიფიკა აქ როგორ გითხრათ, ამ ქვეყანაში სახალხო დამცველი უნდა იყოს სალიკლდე. და აი როგორ გითხრათ რა, აი დაგეშილი ოპოზიციის ერთ-ერთი ფრაქციის ინიციატივა იყო, უბრალოდ ისინი აცხადებდნენ, რომ დაუჭერდნენ მხარს ოზარსობას, თუ კი სახალხო დამცველი, მოქმედი სახალხო დამცველი მოისურვებდა მეორევად მე არ დაუჭერდი მხარს და არ დაველოდებოდი ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით იმ მოტივით, რომ დასაწყისი ახლანდელი სახალხოს ბატონი სუბარის მოღვაწეობის არ იყოს ეს სალსახარად, თქვენ გახსოვთ ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო ციხეში, როცა პატიმრები ჩაიხოცა, მაშინდელი კომენტარი და მაშინდელი პოზიცია სუბარის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ბოლო დროინდელი აბსოლუტურად საკმაოდ მწვავე ანგარიშები იყო სახალხო დამცველის. დიახ, და ამიტომ ბოლო დროინდელი აბსოლუტურად ძალიან გამოსწორებული იყო და ჩვენ თქვენ ხედავდით ბოლო ორი ანგარიში ამ მოწვევის პარლამენტის დროს, როცა სუბარს მოუწია გამოსვლა, ჩვენ აქტიურად ვეხმარებოდით მას, რომ ეს ანგარიში წარმოდგენილი ყოფილიყო და შემდგომში საკითხები, რომელსაც სახალხო დამცველი აყენებდა, რეალიზებული ყოფილიყო, მაგრამ დასაწყისი იყო ძალიან ცუდი. დასაწყისი და ის დასაწყისი იმიტომ კი არ იყო ცუდი, რომ სუბარს აქვს კვალიფიკაცია, იმიტომ რომ ხელისუფლების მიერ იყო დასახელებული. ზოგადად ჩვენისთანაც ქვეყანაში არ შეიძლება სახალხო დამცველს ასახელებდეს ხელისუფლება. თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, თქვენ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივას საკანონმდებლო ცვლილებების შეიძლება ერთ საკანონმდებლო ცვლილებებზე შევთანხმდეთ, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებაზე ბამდე ხელისუფლება შეეძლო ტაქტი გამოეჩინა და ჩვენთან კონსულტაციები გაიმართა, დაელაპარაკა, უბრალოდ ეცნობებია მაინც პრესის გარ არ შეგვეთქო მინიმუმ ეს მაინც შეეძლო გაეკეთება, ესაც კი არ გააკეთა.
და არა თუ ის რომ შეეთანხმებია კანდიდატურა და რაღაც არ შეიძლებოდა, თუ მიღწეული ყოფილიყო კონსენსუსი. და არ ჯობდა შემდგომში ნებისმიერი კანდიდატის, გნებავთ მანანა კობახიძის, გნებავთ გიორგი ტუღი, გნებავთ დიმიტრი ლოთქიფანიძის მუშაობის დროს, რომ პოლიტიკური საპარლამენტო საზოგადოებრივი კონსენსუსით ყოფილიყო და ესე უპატივცემულოდ არ დასახელებულიყო კანდიდატურა. წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველი პრეზიდენტის პოსტის შემდგომ სასამართლოს თავმჯდომარე ამ რანგში გადის. ეს არის ერთადერთი ადამიანი და ერთადერთი ოფისი, რომელსაც ასეთ ქვეყანაში უნდა დაისვას ადამიანის უფლება. და დღეს დასახელდა და 2 დღეში უკვე დაამტკიცებენ. ეს ხო არ არის რაღაცა პარტიული ბოსის და თავმჯდომარის მოადგილის და გენერალური მდივანზე კანდიდატურა, ეს არავის არ დაელაპარაკო, შეიკრიბოს ერთი პარტია და დაასახელოს კანდიდატურა. ეს არის ჩვენი აღშფოთების მიზეზი და სხვა არაფერი და კანდიდატურას შემდგომში გავიხილოთ, რაღაც ნახოთ. ძალიან დიდი მადლობა. თავარია საზოგადოებამ იცოდეს ვინ როგორი ალტერნატივა შესთავაზა და ზოგადად უნდა იცოდეს ხალხმა, რომ აი ესეთი ალტერნატივები, ესეთი ღირსეული და კვალიფიცირებული ალტერნატივები, როგორც არის მანანა კობახიძე, ქვეყანაში არის და ქვეყანაში საქმე ასეცილად არ არის. დიდი მადლობა დეპუტატი ჯონდი ბაღათურია გახდა ჩვენი გადაცემის სტუმარი. დაგველოდეთ პირველი თემა ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ქრისტიან-დემოკრატებიდან ნიკა ვალიაშვილი გახლავთ ამჯერად ჩვენი სტუმარი საღამოშვიდობის ბატონ ნიკა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. კრიტერიუმები, რა კრიტერიუმების მიხედვითაც საპარლამენტო ქრისტიან-დემოკრატები და საპარლამენტო უმცირესობა მხარს უჭერს დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს. პირველ რიგში ეს გახლავთ მისი კვალიფიკაცია. მე ვფიქრობ, რომ ბატონ დიმიტრის აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება ადამიანის სულებათა სფეროში მოღვაწეობს უკვე დიდი ხანია. აი გახლავთ ცნობილი ადვოკატი, ადვოკატთა კოლეგიის წევრი და ერთ სიტყვით ძალიან გამოცდილი ადამიანი. ამ მხრივ მისი პირადი ცხოვრება ვფიქრობ არ არის დასამალი და ნამდვილად პლუსია რომ აღნიშნოთ, რომ იგი გახლავთ 7 შვილის მამა. არის ნამდვილად ძალიან წესიერი ადამიანი და გარდა ამისა ვერ დავეთანხმებით ჩემ კოლეგას ბატონ ჯონდის. მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ის რომ ბატონი დიმიტრი ბოლო 1 წელი არის აქტიურ პოლიტიკაში, ეს მისი პლუსი გახავთ, ანუ მას პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს. წინა წელს თქვათ სწორედ ამაზე გავაგრძელოთ საუბარი ის შენიშვნები რაც ჰქონდა დეპუტატ ჯონდი ბაღათურია საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან რომ ისინი შეჯერდნენ იმ კანდიდატზე რომელიც არის აქტიურ პოლიტიკაში ჩართული მაინც ის განაცხადა რომ მომავალში ეს იქნება ხელისუფლებისათვის საბაბი იმისა რომ ყოველთვის დაადანაშაულოს სახალხო დამცველიც იმ შემთხვევაში თუ კი ის იქნება უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი იმაში რომ ის არის ოპოზიციონერი არა ნებისმიერ შემთხვევაში თუ კი სახალხო დამცველი იქნება რეალურად სახალხო დამცველი ხალხის ინტერესების მატარებელი და არა ხელისუფლება ყოველთვის მოძებნის საბაბს იმისათვის რომ დაადანაშაულოს ომბუდსმენი მაშინ რომ იგი არის მიკერძოებული და არ არის ნეიტრალური. ისე მე ვფიქრობ რომ ეს არ გამოდგება არგუმენტად პირიქით კიდევ ხას უსვამ ის რომ ბატონ დიმიტრის აქვს პოლიტიკური გამოცდილება ეს მხოლოდ და მხოლოდ მას ღირსებას მატებს და ეს არ არის ნამდვილად ნაკლი. ბატონო დამოუკიდებელ კანდიდატზე თქვენი ფრაქციის სახელით არ უმსჯელიეთ ქრისტიან-დემოკრატებს. არა იყო რამდენიმე კანდიდატზე მსჯელობა ჩვენ საერთოდ გვინდოდა ბატონ სოზარს გაგრძელებინა თავის საქმიანობა რადგან ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ მის მიერ ჩატარებულ მუშაობას მაგრამ თვითონ ბატონმა სუბარმა აღარ გამოთქვა სურვილი თავის კანდიდატურის ხელახლა დაყენების და ამიტომაც შევჩერდით ბატონ დიმიტრიზე რომელიც ისედაც უმცირესობაში ძირითადად დაკავებული არის სწორედ ადამიანის უფლებების თემატიკით. აგეთ რაც შეეხება სხვა კანდიდატებს მიდექხო სხვა კანდიდატების შეფასებაც ჯონდი ბაღათურია სხვა დეპუტატებთან ფრაქციო დეპუტატებთან ერთად აპირებს წარადგინოს მანანა კობახიძის კანდიდატურა და ასევე კანდიდატურა უკვე წარადგინეს საპარლამენტო უმრავლესობამ. კანდიდატურა რომელიც ძალიან კრიტიკულად ნამდვილად არ შეუფასებიათ უმცირესობის წევრებს. მე არ მინდა მართლა ხა დაემსგავსოს ჩვენი გადაცემა რაღაც თქვათ ათეულს ან რამე ასეთ გასართობ შოუს და თქვათ ჩვენი ფარლამენტები დავახასიათოთ საუკეთესო თვისებებით მე ერთ ვიტყვი უბრალოდ რომ მართლაც ყველა კანდიდატურა იმსახურებს ძალიან სერიოზულ სიმპათიას და ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვათ სასიხარულოა მე ვფიქრობ და ამ შემთხვევაში ძალიან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი ბატონი ჯონდის მიერაც ხელისუფლების მიერაც და ვფიქრობ რომ სამივე მათგანი იმსახურებს რეალურად რომ იყოს საქართველოს სახალხო დამცველი თუმცა მაინც რა თქმა უნდა
საბოლოო ჯამში ჩვენი სიმპათიები ეხება ბატონი დიმიტრი ოტქიფანიძისკენ. ბატონი, დღეს გაკეთა განცხადება თქვენი ფრაქციის მხრიდან, რომ კანდიდატების დაჩქარებულ წესით დამტკიცებასთან დაკავშირებით, თქვა უმრავლესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გააკეთა განცხადება, რომ სათანადო დრო უნდა გქონდეს ყველას ამ კანდიდატების პროგრამის გასაცნობად. ხომ არ კეთდება ამ შემთხვევაში აქცენტი მხოლოდ ხელისუფლების უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატზე? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ სასურველი იქნებოდა, რომ გწოდნოდა თუ რა ხედვა აქვთ კანდიდატებს და როგორ აპირებენ ისინი განახორციელოს ურთულესი საქმიანობა და სწორედ ეს იყო ნაგონისხმები, სასურველი იქნებოდა მათგან დეტალურად შეგვეტყვა მის შესახებ თუ რა არის მათი სამოქმედო პროგრამა. და თქვენ როგორ ფიქრობთ, რა პრიორიტეტებზე, რა საკითხებზე უნდა გააკეთონ მთავარი აქცენტები ჯერჯერობით კანდიდატებმა? მოდით მარტივად შევხედოთ საკითხს. ესე იგი, თვითონ პრიორიტეტებს კარნახობს საზოგადოება. იცით ალბათ თქვენ, რომ 200 წელი უკვე არსებობს ომბუდსმენის ინსტიტუტი, პირველად იყო შვედეთში მე-19 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ ძალიან დიდი ხანი მთელი ევროპისთვისაც კი ეს ინსტიტუტი იყო ერთგვარი თქვათ რაღაც სკანდინავიური ეგზოტიკა. მარტო მეორე მსოფლიო ომის მერე, როდესაც მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებები იქნა გაფორმებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მას შემდეგ რაც 48 წელს უკვე მიღებული იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ამის შემდეგ გახდა თვითონ აქტუალური ადამიანის უფლებების თემა. და უკვე სოკოებივით, ასე ვთქვათ, გაჩნდნენ ომბუდსმენები, არსებობენ სასკოლო ომბუდსმენები, უნივერსიტეტის ომბუდსმენები, მედია ომბუდსმენები, ენერგო ომბუდსმენები, არსებობს თქვათ კორპორატიული ომბუდსმენის ინსტიტუტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატებს ყავს თავიანთი ომბუდსმენები. ეს საზოგადოების მზადყოფნა, საზოგადოების შეკვეთა პირდაპირ აისახება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ომბუდსმენი, სად რა სფეროში უნდა იყოს ომბუდსმენი, რა საქმიანობას უნდა ეწოდოს იგი. საქართველოს რაც შეეხება, სადაც ყველაზე ჩვენთან ომბუდსმენს ორგანული კანონით განსაზღვრული აქვს ორი ძირითადი ფუნქცია. ერთი გახლავთ გამოვლენა ადამიანის უფლებათა ფაქტების და დარღვევის ფაქტების, გასაჯაროება ამ ფაქტების და მეორე გახლავთ დარღვეული უფლებების აღდგენა. აი ეს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია რაც აქვს ომბუდსმენს, მიიღწევა და ხორციელდება მხოლოდ იმ უფლებით, რომელიც იმავე ორგანული კანონით მინიჭებული აქვს სახალხო დამცველს, კერძოდ ეს გახლავთ 21 მუხლის პუნქტი, რომელიც აძლევს უფლებას ომბუდსმენს, რომ მან მიმართოს სასამართლოს რეკომენდაციით უკვე ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების გამოკვლევის და შემოწმების თაობაზე. და იმ შემთხვევაში თუ ამ შემოწმებამ დაარწმუნა სახალხო დამცველი, რომ ადგილი ქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას, რამაც შესაძლოა, რასაც შეეძლო არსებითი ზეგავლენა მოეხდინა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მაშინ სასამართლომ უნდა გადახედოს განაჩენს. აი ეს არის ყველაზე ფუნდამენტური მუხლი, რომელიც ჩადებული არის ორგანულ კანონში სახალხო დამცველის შესახებ და რომელიც არ მუშაობს. ვერცერთმა სახალხო დამცველმა ვერ მოახერხა ამ მუხლის ამოქმედება. იმიტომ კი რომ მათ რაში მდგომარეობს ამ შემთხვევაში პრობლემა? პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს ძალიან სერიოზული კოლიზია კანონებს შორის და ანუ ხარვეზია კანონმდებლობაში და პოლიტიკური. ეს არის კოლიზია, ეს არის აბსურდი, რაც ხდება, ამას ხარვეზს ვერ დავარქმევთ. საქმე ის გახლავთ, რომ სისხლისამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს მექანიზმს, რომლითაც შესაძლებელი იქნება ძალაში შესული განაჩენის სასამართლო გადაწყვეტილების. ანუ ნებისმიერი სახალხო დამცველი ვინც არ უნდა იყოს, ეს აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, აღმოჩნდება ძალიან მძიმე პრობლემის წინაშე, თუ ჩვენ საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, ცვლილება არ დავახვედრეთ მას, ოშტვაში არ გზაში არ დავაწიეთ მაინც. მე თვითონ მქონდა შემთხვევა, როდესაც ბატონო სოზარმა მე თვითონ ჩართული ვიყავი ერთ-ერთ საქმეში, ერთ გახლავთ მანნა გუსოევას საქმე, როდესაც სახალხო დამცველმა მიმართა, შეეცადა იგი გამოეყენა აი ამ მოქმედების 21 მუხლი და ამ მუხლის ამოქმედება შესაძლებელია, რადგან ეს გახლავთ ორგანული კანონი, რომელიც იერარქიაში უფრო მაღალად დგას ვიდრე სისხლისამართლის საპროცესო კოდექსი, მაგრამ ეს ცალკე იურიდიული საკითხია. ერთ სიტყვით სასამართლო მას უპასუხა, რომ ბერკეტი იმისა, რომ მათ გადაეხედათ კანონი ძალაში შესული განაჩენი და თქვა რაღაც რევიზია მოეხდინათ ამ განაჩენისა არ არსებობს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა შეესრულოს ეს კანონმდებლობა და პირველ რიგში კანდიდატებმა სახალხო დამცველის პოზიციაზე სწორედ ამ მუხლს 21 მუხლის პუნქტს უნდა მიაქციონ ყურადღება, რადგან ეს იქნება მთავარი ინსტრუმენტი
ინსტრუმენტი მათი, ასე ვთქვათ, ძირითადი ფუნქციის განხორციელებას. სანამ შეჯერდება პარლამენტი თუ ვინ იქნება ახალი სახალხო დამცველი, სანამ ისინი შევედგებიან საქმიანობას, ისევ კანდიდატებთან დაკავშირებით ვსურს კითხოთ, ხომ არ იქნებოდა უმჯობესი მოხერხებულიყო კონსენსუსი და მომხდარიყო შეჯერებულიყვნენ დეპუტატები ერთ საერთო კანდიდატზე? არა, ანალოგად არ იქნებოდა უმჯობესი, მე ვერაფერს ამბებს წუწვერ ხედავ, ეს არის ჩვეულებრივი პლურალიზმი. რაც მეტი კანდიდატი იქნებოდა, კიდევ ვიმეორებ, ყველა დასახელებული კანდიდატი არის ძალიან ღირსეული. მით უკეთესი. საბოლოო ჯამში მეც ნამდვილად არა ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, ვფიქრობ, რომ მაინც უმრავლესობის კანდიდატი, უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი გაიმარჯვებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ პლურალიზმიდან გამომდინარე ბატონიკა, ასეთ ვსაუბრობდით იგივე ჩვენი გადაცემის წინა ნაწილის სტუმართან, ხომ არ იქნება შემდეგ საშიშროება, რომ ამა თუ იმ კანდიდატის მისამართით, თუ კი ის გახდება შემდგომში სახალხო დამცველი, იყოს ბრალდებები იგივე პოლიტიკური ანგაჟირებულობის მოტივით. როგორც დღეს ის მოდა მაგალითად უმრავლესობის ლიდერების მხრიდან ზოზარ სუბარის მისამართით. კიდევ ვიმეორებ, ყოველთვის იქნება ბრალდებები. ომბუდსმენი არის ყველაზე უმადური თანამდებობა ამ ქვეყანაში. ომბუდსმენი არის თანამდებობა არა მარტო ამ ქვეყანაში, აღმოსავლეთ ევროპაში ასე იყო ტრანზიციის პერიოდში, საჩვენო რუმინეთის მაგალითად, პოლონეთის მაგალითად ყველაზე მეტად. ეს არის ის ასე ვთქვათ, ეს არ არის ადამიანი, ეს არის ინსტიტუტი. პირველ რიგში ამას უნდა მივხვდეთ ყურადღება. ომბუდსმენი ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელმაც ყველა ასე ვთქვათ პოსტსოციალისტურ ქვეყანაში, თითქმის უკვლევი ყველაში შეასრულა უზარმაზარი როლი და შეავსო ის არარსებული რგოლი, რომელიც უნდა იყოს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ანუ ეს ყველაზე ასე ვთქვათ ადვილად მოწყვლადია, ყველაზე კიდევ ვიმეორებ, უმადური პროფესიაა. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ამით. საქმემა შენმა წარმოგაჩინოს, ეს უნდა იყოს ესეთ ომბუდსმენის დევიზი. მნიშვნელობა რა აქვს? რა პოლიტიკური ბექგრაუნდით მოდის ის ნეიტრალური იქნება კანონი ავალდებულებს მას რომ არ იყოს ასეთ პოლიტიკური პარტიის წევრი, თავარია მაგან ახორციელოს ის საქმე, რასაც ქვია სახალხო დამცველობა, ანუ დაცვა ხალხის ინტერესებში. გასაგებად დასასრულს კიდევ ერთ შეკითხვა ბატონიკა, ქრისტიან დემოკრატებს გქონდათ ინიციატივა, რომ ადამიანის უკანონო მოსმენებზე გამკაცრდეს სანქციები. რამ გამოიწვია თქვენი ამ ინიციატივით გამოსვლა და რას ითვალისწინებს ამ სანქციების გამკაცრება? რამ გამოიწვია, ეს ალბათ ნათელია ყველა ჩვენგანმა იცის, რომ კონსტიტუცია ჩვენ ასე ვთქვათ, გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება იქნება ხელშეუხებელი, ხელშეუხებელი არის პირადი მიმოწერა, ხელშეუხებელი არის ჩანაწერები, ხელშეუხებელი არის სატელეფონო საუბრები, ან სხვა ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული, უბრალოდ მიღებული შეტყობინებები, ეს არის ჩვეულებრივი კონსტიტუციის, ასე ვთქვათ, მეოცე მუხლი. და იმავდროულად ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს მუხლი ირღვევა. მეც და თქვენს უკვე აღარ საუბრობთ ტელეფონით ისეთ მარტო თუ არა ვთქვათ პოლიტკორექტულ საკითხებზე, უფრო მეტიც მეზობლები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან ყოფით საკითხებზეც კი, ანუ ამ საკანონმდებლო ცვლილებების აქტუალობა მე მგონი არავის ეჭვს არ ეწევს. რაც ითვალისწინებს? ითვალისწინებს გამკაცრებას მაქსიმალურად ორი მიმართულებით, ეს გახლავთ პირველ რიგში სასამართლოს მიერ სანქციის გაცემის პროცედურის გართულება, დაწესებული იქნება ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით დაწესდება კონკრეტული ვადა, ვფიქრობ, ეს იქნება 15 დღიანი ვადა. 15 დღის გასვლის შემდეგ მოსამართლე დაინტერესდება იმით, თუ ოპერატიულმა თანამშრომელმა რა ინფორმაცია, რა სასარგებლო ოპერატიულ თვალსაზრისით სასარგებლო ინფორმაცია მოიპოვა ამ ვადაში და ამის შემდეგ განსაზღვრავს უკვე მიზანშეწონილობას ვადის გაგრძელების. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ მოსამართლე აუცილებლად მოითხოვს სატელეფონო ნომრების, ანუ აბონენტების იდენტიფიცირება, რაც დღეს არ ხდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობთ, რომ უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა იმ თვალსაზრისით, რომ კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა, ანუ შპს-ებმა, ანუ კერძო მხედველობაში გვაქვს GSM ოპერატორები და ინტერნეტ პროვაიდერები, იგრძნონ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, კერძოდ კანონმა დააკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც სანქციის გარეშე მისცემენ საშუალებას სპეცსამსახურებს, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ სხვა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათი ტექნიკური საშუალების გამოყენებით მიიღონ ინფორმაცია. ამ პრობლემის აღმოსაφხოდ ეს სანქციები, ეს ზომები, რა ინიციატივით თქვენ გამოდიხართ, საკმარისი იქნება ბატონიკა? მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემაკავებელი ბერკეტი და ბევრად უფრო გაართულებს არასანქცირებულ და უკანონო მიყურადების თუ ელექტრონული თვალთვალის ასე ვთქვათ განხორციელებას. და რამდენად გავა თქვენი ეს ინიციატივა პარლამენტში, როგორ ფიქრობთ?
ეს ცალკე თემაა. ვფიქრობთ, რომ თუ საზოგადოებრივი აზრი იქნება მობილიზებული და შესაბამისად იქნება ნება თვითონ საზოგადოების აზრის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მხარდაჭერას მოვიპოვებთ, მაშინ ხელისუფლება იძულებული იქნება, რომ განახორციელოს ასეთი ტიპის ცვლილება, მით უმეტეს რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გადადგმული თუნდაც იმავე ევროკანონმდებლობასთან ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და გადაცემაში მონაწილეობისათვის. ნიკოლაი ალიაშვილი გახდა ჩვენი სტუდიის სტუმარი, დაგველოდეთ რამდენიმე წუთში. ჩვენ კვლავ დაბრუნებით პირდაპირ ეთერში და პირველი თემის შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე უპასუხებს. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე, საღამოშვიდობის ბატონო ვახტანგ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. თქვენთან საუბარს დავიწყებ იმით, თუ რა პრინციპით შეაჩერა არჩევანი გიორგი ტუღუშის და საპარლამენტო უმრავლესობამ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს. რაც შეეხება კანდიდატურას, პირველ რიგში აქ იყო გათვალისწინებული მისი კვალიფიკაცია და მისი გამოცდილება. თუ გადავხედავთ ბატონ გიორგის, ასე ვთქვათ, ავტობიოგრაფიას და საქმიანობას ბოლო წლებში, ჩვენ ნახავთ, რომ მისი პროფილი იყო ზუსტად ეს, ანუ საერთაშორისო ორგანიზაციებში იგი მუშაობდა როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. იგი არის ახალგაზრდა ადამიანი, ენერგიული ადამიანი და რაც ყველაზე მთავარია, პრინციპული ადამიანი. მაგრამ ბატონო ვახტანგ, იყო შენიშვნები საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მხრიდან, ჯონდი ბაღათურია გახდათ ჩვენი სტუმარი გადაცემის დასაწყისში და იყო ერთგვარი პრეტენზიები, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უმჯობესი იქნებოდა ერთგვარი კონსულტაციები ეწარმოებინა სხვა დეპუტატებთან, ახლა მომთხარიყო შეჯერება ერთ კანდიდატზე. მოდი ესე ვთქვათ, პირველ რიგში კანონი განსაზღვრავს პრეროგატივებს და უფლებამოსილებებს, რომელიც გააჩნია პარლამენტის სუბიექტებს, ამ შემთხვევაში ფრაქციებს გულისხმობ და კანონით გათვალისწინებულია, რომ ყველა ფრაქციას აქვს თავისი კანდიდატურის წარდგენის უფლება. ეს პირველი, რაც შეეხება კონსულტაციებს, ბატონმა ჯონდიმ თვითონ თქვა, რომ მოეტყუებინათ მაინც. რა თქმა უნდა, უმრავლესობა არ ატყუებს, არ აპირებს, რომ არავის მოატყუოს და უმრავლესობამ გამოიყენა თავისი პრეროგატივა, რომ მინიჭებული კანონით, მან წარადგინა თავის კანდიდატურა. როდესაც საუბრობდით, დავამთავრებ თუ შეიძლება თქვენის ნებართვით, როდესაც საუბრობდნენ ჩემი კოლეგები იმაზე, რომ კანდიდატურა კი მისაღებია, მაგრამ ეკითხათ, ხა თუ მათ თავიანთი პიროვნული ამბიციები აქვთ, ეს ჩვენი პრობლემა რა თქმა უნდა არ არის. თავი არის, მოდი ესე ვთქვათ, კანდიდატურა, ხო, ვინ არის ეს ადამიანი, რა გამოცდილების ადამიანი და როგორ გაართმევს თავს. როგორც მე დღეს ვნახე, თითქმის უმრავლესობა ჩვენი კოლეგების და ასე ვთქვათ, ოპოზიცია თანხმდებით იმაზე, რომ ეს კანდიდატურა არის ღირსეული კანდიდატურა. ბატონო ვახტანგ, ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ფრაქცია წარმოადგენს სხვადასხვა კანდიდატს და არის რამდენიმე კანდიდატი ერთად, სანამ გავა ეს კანდიდატურები დასამტკიცებლად, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ შემდგომში ერთი არჩეული სახალხო დამცველს ყველა მხარე მიიჩნევს მიუკერძოებლად, ჩათვლის დამოუკიდებლად, პრინციპულად და ასე შემდეგ. ანუ იმ თვისებების მატარებლად, რა თვისებებსაც მიიჩნევენ აუცილებლად პოლიტიკოსები. ამაზე შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ მას შემდგომ, რაც ის ადამიანი, ვინც იქნება არჩეული, შეუდგება თავისუფლების მოსილების განხორციელებას. მანამდე ჩვენ შეიძლება გქონდეს ვარაუდები, ჩვენი ხედვები, უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში, რომ ეს ადამიანი იქნება სუბიექტური და თავს გაართმევს კარგად დაკისრებულ მოვალეობას. შესაბამისად, უკვე დრო გვანახებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის და საზოგადოების დობის მოსაპოვებლად ბევრი იქნება გასაკეთებელი. მაგრამ ის ფაქტი, რომ ნაციონალურ მოძრაობას უმრავლესობას აქვს, საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში ხომ არ ქმნის ერთგვარ გარანტიებს თქვენი ფრაქციის მიერ წარგენილი კანდიდატურისთვის? რეალობა ესეთია დღესდღეობით, რომ უმრავლესობას პარლამენტში გააჩნია ის ხმათა რაოდენობა, რომ გაიყვანოს კანდიდატურა. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოება თვითონ შეხედავს და უმრავლესობა დარწმუნებული არის, რომ ეს ადამიანი ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატურა იქნება ნამდვილად კიდევ ერთხელ გამეორდები ღირსეული კანდიდატურა და მისი საქმიანობის შემდგომ უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ რაიმე ხარვეზები იქნება მის საქმიანობაში და ჩვენ ვთვლით, რომ არ უნდა იყოს წესით. ბატონო ვახტანგ, მოსალოდელია თუ არა წარმოადგინოს კანდიდატურა პრეზიდენტმაც, რამდენად გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ? ჩემი ინფორმაციით არა და ჩემი ინფორმაციით პრეზიდენტი ენდობა უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. კი ბატონო, და მინდა გითხოთ დღეს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რა მოტივი აქვს უმრავლესობის ლიდერს, როდესაც მოქმედ ომბუდსმენს ადანაშაულებენ პოლიტიკური ამბიციებით მოქმედებაში სუბარის ანგარიშები ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციის შედეგი უფრო იყო, ასეთი განცხადება გაკეთდა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მხრიდან. შემიძლია გითხრათ, რომ ამ პოზიციას ჩემი კოლეგების ნამდვილად ვიზიარებ. ჩემი აზრით ბატონი სუბარი არ გახლავთ ნეიტრალური ადამიანი, იგი გახლავთ კონკრეტული მხარე. რაც შეეხება ომბუდსმენს, ასე რომ ვთქვათ, ფუძემდებლურ არც ომბუდსმენის გახლავთ ის, რომ ეს იყოს მიუკერძოებელი მხარე, ანუ ეს იყოს ნეიტრალური, არც ერთი მხარეს არ წარმოადგენდეს. შესაბამისად, ბოლო
წლებში, ესე ვთქვათ, რაც ჩვენ ვიხილეთ, ჩვენი მოქმედი დღევანდელი ომბუდსმენი გახდათ, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მხარე. ანუ იგი მოექცა, ეს ჩემი პირადი აზრია, ოპოზიციის გავლენის ქვეშ. ბატონო ვახტანგ, ასეთ შეფასებების დროს პოლიტიკური მკერწოებულობის საზომი რა ხდება? ანუ ხომ არ დადიშა ეს შეფასება იქამდე, რომ ხელისუფლებას უბრალოდ არ მოსწონდა სოზარ სუბარი და მისი საქმიანობა? მოწონებაზე არ არის აქ ნამდვილად და არავინ არ თხოვს ომბუდსმენს, რომ გინდა თუ არა უმრავლესობას მოეწონოს ეს მისი საქმე არ არის. უბრალოდ საღი აზრიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ნახავთ, რომ მისი განცხადებები არის მხოლოდ სამხრივ. მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ, თუნდაც უახლოეს წარსულიდან თუ გავიხსენებთ, როდესაც ომბუდსმენი აფასებდა მოვლენას, იგი აფასებდა მხოლოდ სამხრივად. ანუ არასდროს თუნდაც ახანდელი მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც საუბარი იყო, ასე ვთქვათ, მომიტინგეების დარბევაზე, როგორც ისინი საუბრობდნენ, ყოველთვის ავიწყდებოდა ომბუდსმენს, რომ ესაუბრა იმ ადამიანის შესახებ, მეგულისხმობ პოლიციელებს, რომლებიც დააჭრეს, რომლის მიმართაც ან ის სხვა ადამიანები, რომლებიც მიმართაც ხორციელდებოდა, თქვათ, ასე ვთქვათ, ოპოზიციური ლიდერების თუ ასე ვთქვათ, წარმომადგენლების მიერ დევნა ან ცემა ან ასე შემდეგ. თქვენ კარგად გახსოვთ, თუნდაც პირველ არხთან, როდესაც იმართებოდა ეგრეთ წოდებული სიცხვილის კორიდორები, ერთის მხრივ, ანუ ღია კი ამბობდნენ, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ეს ცალკბად ნათქვამი იყო და არასდროს ისინი არ იღებდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს და კონკრეტულ ქმედებს, ანუ არ ადანაშაულებდნენ იმაში, ვინც ამას ჩადიოდა. შესაბამისად, მე როგორც ერთ ადამიანს ვჩება მაქვს ამის უფლება რომ ვიფიქრო, რომ ეს ადამიანი იყო მიკერძოებული და იგი არ წარმოადგენდა, ასე ვთქვათ, არ იყო ნეიტრალური მხარე. ბატონო ვახტანგ, ის მოსაზრება, რომ სახალხო დამცველი და სარგებლობის საზოგადოების დობით და იყო სრული მანდატით აღჭურვილი საზოგადოების მხრიდან. ამ მოსაზრებას ეჭქვეშ ხომ არ აყენებს ის ფაქტორი, რომ კანდიდატები წარდგენილნი არიან პოლიტიკური ძალების მიერ, ანუ ამ შემთხვევაში ერთგვარად დამოკიდებულნი ხომ არ ხდებიან ისინი ამ პოლიტიკურ ძალებზე? რა თქმა უნდა, არა, ამის გარანტია, რომ იგი დამოკიდებული არ იყოს, ეს გახლავთ კანონმდებლობა, რის მხრიდანაც იგი უნდა იყოს დაცული. ანუ ასე ვთქვათ, მავნე ზეგავლენისაგან. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობა დღევანდელ დღეს მე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, რომ არის ძალიან, ასე ვთქვათ, პროგრესული კანონი, შესაბამისად შეიძლება იგი დაიხვეწოს. ჩვენ უმრავლესობის თომაზე ამაზეც გვქონდა საუბარი კანდიდატთან და მას აქვს თავისი მოსაზრებები და პარლამენტი მზად არის ითანამშრომლობს. დემოკრატიის წარმომადგენელი საუბრობდა, თქვენ ალბათ გქონდათ საშუალება მოგესმინათ, რომ სრულად ვერ ახორციელებს იმ განსაზღვრულ უფლებებს სახალხო დამცველი, რასაც მას ანიჭებს ორგანული კანონი. ხო და შეიძლება მე ვთვლი, რომ ამის შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ თუ ეს სადაო თემა არის, ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ და შეგვიძლია კანონით გავამყაროთ. თავარი არის ის კანონის მიერ მიცემული გარანტიები, რის საშუალებაც იქნება, რომ არ მოხდეს ზეგავლენა. რაც შეეხება კანდიდატურას, მოდით ხა ისე ვთქვათ, რა ის შეთანხმებაც არ უნდა მოხდარიყო, საბოლოო ჯამში ამ უმრავლესობის დასამტკიცებელი იქნებოდა, ასარჩევი იქნებოდა, ხო? ანუ მაშინ ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც კი იქნებოდა წარმოდგენილი, ამის მნიშვნელობა არ აქვს. ვისი მხრიდან იქნებოდა ვალდებულება ერთგვარად შემდგომში პრეტენზიების საფუძველი. მოდი, მე არ ვთვლი, სწორია დიალოგი, მხოლოდ დიალოგის გულით. დიალოგი შეიძლება იყოს რაღაცა შედეგისთვის, ხო? ეხლა იმისთვის, რომ ხალხს მოვაჩვენოთ თავი, რომ რაღაცაზე თავხდებით, ეს არ იქნება სწორი, მე მგონი. ეხლა თუ ამ ადამიანებს ესე არიან შეჩვეული თავის საქმიანობას, ეს მათი პრობლემაა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ესე არ ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ და დავამთავროთ თქვენის ნებართვით, თუ შეიძლება, მოკლედ ძალიან. უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ პირველ რიგში კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ადამიანი იყოს თავის მოქმედებებში დაცული და თავისუფალი, ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. კარგით, საინტერესოა უმრავლესობის, თქვენ როგორც უმრავლესობის წევრი, ხელისუფლების წარმომადგენელი, რა სფეროს ხედავთ იმ კუთხით, რა კუთხით, იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც უნდა იმუშაოს სახალხო დამცველმა, ომბუდსმენმა, ახლად არჩეულმა, რომლის რა მიმართულებითაც არის განსაკუთრებით გასაძლიერებელი ჩვენს ქვეყანაში მუშაობა? მოდით გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი თემა გახლავთ, ეს არის იძულებით გადაადგილება მდევნილების თემა, მათი უფლებები და მათი პირობები, იმიტომ რომ ყველას კარგად გვახსოვს, გარდა იმ წლებისა, ათეული წლის უკან, როდესაც ჩვენ მივიღეთ, რომ ყავს 100,000-ობით დევნილი, ქართველი ხალხი თავის მიწა-წყალზე, ეხლა ამ აგვისტოს ომის შემდეგ კიდე დაემატა. თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების უფლებები იყოს სრულად დაცული და განხორციელდეს მათი დაცვა, როგორც შიგნით, ასევე მეგულისხმობ გარეთ, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ თავის
სახლებს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქ ომბუდსმენის პოზიცია და ომბუდსმენის მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებზე. რაც შეეხება სხვა ვთქვათ, ტკივნეული ადგილების ჩამოთვალა კანდიდატმა ფსიქიატრიული დაწესებულებების წინაშე ჩემი პირადი მოსაზრება ვთქვი, ჩემთვის რა არის დღეს ვთქვათ პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმ თემებს, სხვა თემებს, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, თუნდაც ფსიქიატრიული, თუნდაც საჯელს ახსოვებ, რა თქმა უნდა, იქ ბევრი რამეა გასაკეთებელი და არავინ არ ამბობს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის. შესაბამისად, ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი, თვითონ ასე ვთქვათ, პატიმრების პირობების გამოსასწორებლად და მათი უფლებების დასაცავად. უბრალოდ ჩვენი ხედვა არის ესეთი, რომ ძალიან ბევრი რამე გაკეთდა ამ მიმართულებით და ამ მიმართულებით უნდა გავაგზავნოთ წინ სვლა. და დასასრულს ბოლოს შეკითხვა ბატონო, ასევე იყო შენიშვნა უმრავლესობის მისამართით საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, რომ ასეთ სწრაფ ვადებში არ უნდა მომხდარიყო კანდიდატების წარდგენა და მათი დამტკიცება, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლებამ, რომ ისეთ ძალიან მოკლე ვადებში ჩატარებულიყო კენჭისყრა. მე ვერ დავეთანხმები, რომ ეს სწრაფი იყო და ფორს მაჟორში მოქმედებს უმრავლესობა, თუ კარგად წაიკითხავენ საქართველოს კანონმდებლობას, ისინი ნახავენ იქ რა ვადაში უნდა წარედგინოს. ეს არის მოქმედი ომბუდსმენის ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 დღისა და არა უგვიანეს 30 დღისა. ეს ათვლა დაიწყო ასე ვთქვათ დღევანდელი თვის 16 რიცხვიდან, შესაბამისად აქ არანაირი სიჩქარის არა აქვს ადგილი, უმრავლესობამ წარადგინა კანონის შესაბამისად იმ ვადებში რა ვადებიც არის იყო წარდგენიდან დამტკიცებამდე ხანმოკლე ვადაზე. მოდით თუ კარგად გადავხედავთ ჩვენს გრაფიკს, ეხლა ტარდება რიგარი შესხდომები, შესაბამისად უახლოეს რიგარი შესხდომაზე დაინიშნა, შემდეგი რიგარი შესხდომა როდის ჩატარდება, ხა ნამდვილად არ ვიცი, ხო რიგარი შესხდომის არსის გახლავთ, რომ არის რაღაც საკითხები, რაც არის დარჩენილი მნიშვნელოვანი, ან პარლამენტმა, ესე რომ ვთქვათ, იდეაში თავისი საქმიანობა, ანუ ამ ისი რა ქვია, ამ კვარტლის ასე ვთქვათ, ამოწურა, მაგრამ დარჩენილი საკითხები ვიცით მიზეზები რატოც და პარლამენტი მუშაობს, რომ ეს საკითხები გაიაროს. შესაბამისად, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ან ეხლა უნდა გაკეთებულიყო ესე რომ ვთქვათ, ან სექტემბერში, ხო? უკვე გვიანი იქნებოდა, შესაბამისად სექტემბერი, იმიტომ რომ ამ ადამიანმა, ვინც იქნება არჩეული, გარკვეულწილად უკვე უნდა ჩაერთოს, ანუ მისთვისაც უფრო ადვილი იქნება, რომ გაიცნოს ის კოლექტივი, და უნდა იმუშაოს რაღაც გასაკეთებელი თავის, რომ ჩაერთოს იმ საქმიანობაში, რაც არის. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე გახდათ პირველი თემის სტუმარი. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. მე ხუჩაბათამდე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.